გამარჯობა, მე ვარ მარიკა სარჯველაძე. ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა ჭაობი. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება დავით ფიფია, რომელიც არის საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი. მოგესალმებით, დავით. მოგესალმები, მადლობა მოწვევისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც არის საკმაოდ გასაიდუმლოებული. მე და დავითი შევეცდებით მეტნაკლებად ამოვწუროთ კითხვები ჩვენივე შეხედულებებით, პასუხებით. ეს თემა არის საკმაოდ სენსიტიური, დაკავშირებული არის ეკონომიკასთან, დაკავშირებული არის დემოგრაფიასთან, არის თუ არა ეს პრობლემა ამასთან დაკავშირებით. დავითთან გადავალ რამდენიმე კითხვით და რა თქმა უნდა მოსაზრებით. პირველ რიგში, დავით, ჩვენ ვიცით, რომ ხელშეკრულება არის საკმაოდ გასაიდუმლოებული და პირველი კითხვა, რაც გვიჩნდება, არის რას მალავენ, რა თქმა უნდა, რატომ მალავენ. რა არის ის მინიმუმი, თქვენ როგორ ფიქრობთ? რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ ხელშეკრულების შესახებ და ეს დამალვა ემსახურება თუ არა ფარულ განზრახვებს, რომელიც შეიძლება სამომავლოდ უკვე საქართველოს ქართულ მოსახლეობას ბოროტად დაუბრუნდეს უკან. თქვენ როგორ ფიქრობთ და რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ხო, როგორ ფიქრობ, მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა ჩვენი სუბიექტური აზრია, დღეს რასაც გავაჟღერებთ. მე როგორც კონკრეტულად ჩემი პირადი შეხედულებით ეს აჟიოტაჟი ყველაფერი გამოიწვია თვითონ ხელისუფლების დამოკიდებულებამ თუნდაც დოკუმენტის მიმართ და შემდეგ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ხალხთან მიტანის მოკლედ არასწორმა კამპანიამ. ნახეთ რა ხდება. როდესაც ხელშეკრულება იდება, ეს მთელ სოფლიოში ეგრე ხდება, ხო, კომპანიასთან იდება ხელშეკრულება, არის რაღაც პუნქტები, ძირითადად, რომელსაც კომპანია ითხოვს, რომ არ გასაჯაროვდეს, ოღონდ ეს თუ არ არის, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, სადაც ახორციელებს პროექტს, ან მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი, ან დამაზარალებელი. ეს შეიძლება იყოს თვითონ კომპანიის, ესე ვთქვათ, შიდა ბიზნეს გეგმის ნაწილი, რომელიც არ უნდა რომ საჯარო იყოს, თუნდაც კონკურენტებთან მიმართებაში, ასე შემდეგ. ეს აჟიოტაჟი უფრო გამოიწვია სახელმწიფოს მხრიდან ძალიან გასაიდუმლოებამ ისეთი დეტალების, როგორიც არის, მაგალითად დაიწყეს საუბარი თავიდან გაყიდული კვადრატული მეტრების დაბალი ციფრების წარმოჩენით. მილიონი კვადრატი თქვენს ითქვასავიდან, მერე 2 გახდა, უცებ 4 გახდა, და ამან დაბადა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კიდევ რაღაცეები იმალება ამის უკან. ჩემი აზრით პირადად მე ვფიქრობ, მთავრობას უფრო მეტი ახსნა მართებს საზოგადოების წინაშე. მე ხა არ გამოვდგები, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული მთავრობის ადვოკატად, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მთავრობა. ეს არის პუნქტი, სადაც ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად აღიზიანებს არაბების ჩამოსახლება. ჩვენ რეკლამების გვაქვს არაბული ნანახი, სადაც ჟღერდება, რომ $100,000 ქონების ან უფრო მაღლა შეძენის შემთხვევაში იღებ ავტომატურად ბინადრობის მოწმობას. ეს ჩვენთან ესე არ ხდება რეალურად. არ ნიშნავს, რომ $100,000 ან მეტი შეძენის ქონების შეძენის შემთხვევაში ავტომატურად იღებ ამ ბინადრობას. ბინადრობის უფლებას ეს იქნება 1 წლიანი, 5 წლიანი ან წლიანი. ესე არ არის. ეს არის უბრალოდ წინაპირობა. ჩვენთან კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის უფლების მიღება შეუძლია სხვადასხვა ხერხით. ეს არის სწავლა, ეს არის სამუშაო კონტრაქტი, მინიმალური ჩვენთან არის მაგალითად $1,500 კონტრაქტით თვეში ანაზღაურებით არის ბინადრობის მიღების წინაპირობა. ასევე ქონება, მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ შენ აუცილებლად მიიღებ. აი ეს შეუძლია, რომ ეგრეთ წოდებულ მთავრობას ეთქვა, რომ კი $100,000 და $200,000 თუ შეიძენს არაბი ქონებას, იმას ავტომატურად არ ენიჭება ეს უფლება. უბრალოდ იმას შეუძლია ამის საფუძველზე განცხადება
ბრალდება განაცხადი შეიტანოს იუსტიციის სახლში, რომელსაც ან დაუკმაყოფილებენ, ან არა. მაგრამ სავარაუდოდ ზუსტად ეს იმალება, შეიძლება ეს პუნქტები იყოს გაწერილი, რომ აუცილებლად მივცემთ ბინადრობას. ანუ შეიძლება რომ ზუსტად ამიტომ აირჩია მთავრობამ ეს გასაიდუმლოებული ხერხი, რომ ის იყოს ამ კონტრაქტში ჩადებული. შესაძლებელია, მაგას გულისხმობთ, რომ რატო არ ამბობენ ამაზე, ეგ არის, რომ არა ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მიიღებს. ნუ რადგან არ უარყოფს, ესე იგი ჩვენ მაინც ვუშვებთ, ესე იგი პროტესტი მაინც ასე თუ ისე ყოფილა თურმე საჭირო, რომ გავიგოთ რა არის ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, ხელშეკრულების ჩვენ არც ერთი დეტალი არ ვიცით, ფაქტობრივად ერთადერთი ჩვენთვის რაც არის ცნობილი, რამდენიმე 1000 არაბი უნდა ჩამოსახლდეს. ოჯახებით გვაქვს საუბარი, რამდენიმე 1000 ოჯახი. ასევე ვიცით, რომ სახელმწიფოს წილი აქ იქნება თანამესაკუთრი არის სახელმწიფო მხოლოდ 33%, ანუ ჩვენს მიწაზე ფაქტობრივად ეს იყო ინვესტიცია აღარ არის, ხო? ეს არის გაყიდული მიწა, უმეტესი წილი. ნუ იქ სხვადასხვა პროცესები რაც მინდის ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტობრივად სახელმწიფო ჩვენივე ქვეყანაში თანამესაკუთრე რო ხდება. შესაძლოა აქაც იყოს რაღაც ცდომილება, როგორც აი მაგალითად კვადრატულობაში საკმაოდ განსხვავებული ციფრები მოგვაწოდეს ეტაპობრივად და შესაძლებელია ეს 33%-იც კი არ იყოს ჩვენი დასაშვები არის. ესე იგი თანხმდებით აქ რომ მალავენ, იმიტომ რომ ალბათ დამაზიანებელი არის. აქ კიდევ არის დამაზიანებელი შეიძლება არ იყოს ბოდიში. ყოველთვის ძირითადი რაც ხდება პარალელურიდან გამომდინარე ჩვენთან იწყება რაღაცა პროცესები. ეს პროცესი შეიძლება იყოს ბატონ ივანიშვილისთვის გაყინული 700 მილიონი, რომელიც უნდა დაიბრუნოს და არაძლევენ სანქციების გამო, მეორე გზა იყოს იმ თანხის ამოღების. აი მაგას გულისხმობ, რომ იქ რა არის, ვის რა წილი ხდება, რა ქეშბექი, რა საიდუმლოებებია, ეგ აღარ ჩანს და ეგ არის ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში. შეიძლება რუსეთიზაციის გადაფარვის ერთ-ერთი გეგმა იყოს, არაბები არ გვინდა, ამაზე გაჩხუბებენ და რეალურად აჭარაში 60,000 ხარაზეს გვაქვს არაბებზე ჩამოსახლებაზე თემა 60 არა შეიძლება 200,000 აჭარაში ცხოვრობს რუსი ნელ-ნელა შემოსული. ერთი ძალიან საინტერესო საკითხი მინდა აღვნიშნო, მე როგორც ვიცი, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერმა ხელისუფლებამ წერილი გაუგზავნა არაბთა გაერთიანებული საამიროს საელჩოს. იქიდან არის თუ არა პასუხი და რას შეიცავდა ეს წერილი, თუ გაქვთ ინფორმაცია, რას მოითხოვდნენ? დიახ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მიერ შემუშავებული წერილიც არ არის, ეს არის გაფრთხილების ესე ვთქვათ, საპროტესტო ნოტაც არის და გამაფრთხილებელიც, რომ კანონიერი ხელისუფლება 1992 წლის 13 მარტის დადგენილებით და 2025 წლის სექტემბრის დადგენილებითაც გააუქმებს ყველა ხელშეკრულებას, რომელიც არ იქნება შეთანხმებული სახელმწიფოსთან და ხალხთან, რა თქმა უნდა. ამის გაფრთხილება მიიღო არაბეთის საელჩომ. ჩვენ დაველოდეთ პასუხს და ჯერ არ მოგცვლია მათგან პასუხი და ეხლა შევახსენებთ კიდევ ერთხელ მოვთხოვთ და ბოლო გაფრთხილებას მივცემთ, როდესაც ეს დე-ფაქტო ხელისუფლება შეიცვლება. ავტომატურად კომპანია Eagle Hills-ი მისი პროექტი და უკვე ჩადებული ფინანსებით შეიძლება დაკარგოს კომპანიამ და ამის გაფრთხილება მათ უკვე მიღებული აქვთ. ეხლა კიდევ გვექნება დიდ რიცხვი გვაქვს 12-ში. ხო. და ეხლა კიდევ 12 დეკემბერს გვექნება საელჩოსთან ბოლო გამაფრთხილებელი მისვლა. შეკრება იქნება, როგორც ვიცი, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების. ძალიან კარგი. ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი, ან შეიძლება საქართველოს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებას აქვს ამასთან დაკავშირებული იურიდიული კვლევა, ან თუნდაც თქვენი მოსაზრება, ბინები იქნება უცხოელებისთვის თუ ქართველებისთვის? ჩვენ ვიცით, რომ სარეკლამო რგოლში და
აგიტაციაში ჩადებული არის, რომ აქ იქნება აშენდება ქალაქი, რომელიც იქნება ინვესტიცია საქართველოს მოსახლეობისთვის, თუმცა რამდენად დასაშვები არის, ამდენად ძვირად ღირებული პროექტი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის, ვიცით, რომ უმეტესი წილი სოციალურად დაუცველი ან სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ მყოფი არის. რას გულისხმობს ეს ხომ არ იქნება შეღავათები, ხომ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებული კვლევა ან რაიმე სახის ინფორმაცია, აი შიდაწრაში თუ კი მოვიპოვეთ ამასთან დაკავშირებით. დიახ, რა თქმა უნდა, დაახლოებითი ღირებულებიდან გამომდინარე ეს მიახლოებული, ძალიან მიახლოებული პროგნოზია, რასაც უნდა ველოდოთ. თვითონ გაჟღერებული რაც აქვს, დაახლოებით 60% გაიყიდება არაბებზე, თავიანთ მოსახლეობაზე. დარჩენილი 40% არ უთქვიათ, რომ გინდა თუ არა ქართველებზე გაიყიდება. ეს გაიყიდება დანარჩენზეც, ანუ არა არაბებზე, მაგალითად შეიძლება სლავებზე, ევროპელებზე, დანარჩენ აზიელებზე და მათ შორის ქართველებზეც არ იქნება პრობლემა გაყიდვა. მაგრამ არის ერთი მაგრამ, გარდა ფინანსურისა. კვადრატული მეტრი, როცა ესეთი ძვირადღირებული პროექტი შენდება, რა თქმა უნდა, თავისთავად უკვე ძვირადღირებული იქნება შესაძენად მოსახლეობისთვის. ჩვენი მოსახლეობა ამას რო ვერ გაწვდება, ეს არის ფაქტი. ამის ყიდვა შეუძლია ძირითადად ოლიგარქს, მის ქვეშევრდომებს, რომლებმაც საკმაოდ აითვისეს ჩვენი ბიუჯეტი და ვნახეთ ჩვენ რომ ბანკში კი არა უკვე სახლში ვდევთ მილიონები და ისე ამოაქვთ ყოფილი მინისტრებისგან და პრემიერ-მინისტრებისგან, მხოლოდ მათ შეუძლიათ ყიდვა, მაგრამ ისინიც დიდი ალბათობით აქ არ გარისკავენ უკვე ესე პირდაპირ რო იყიდონ, მაგრამ იმ ბიზნესმენებს თუნდაც ან ვიღაცას შეიძლება აი სამი ბინა აქ რაღაც ბებიების დანატყვარი ყველა ერთად გაყიდოს, მოდი კარგს ვიყიდი, მხოლოდ იმიტომაც არ იყიდის, რომ იქ ძირითადად იქნება არაბული დასახლება. არც ერთ ქართველს არ უნდა მე მგონი, რომ მეზობლად ირგვლივზე და სართულზე ქვევით სულ არაბები ყავდეს, ხო იქ ვერ შვილს გაზრდის, თავისი მე ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ არ ვარ რაღაც ესეთი ნაცისტი და რაღაც გამოეკიდე მოკალი ადამიანი, მაგრამ მე ვერ ვიცხოვრებ სამეზობლოში, სადაც ქართულად ვერ ისაუბრებენ, შენი შვილები ეზოში რა ვიცი რაღაც საერთო ენა არ ექნებათ ბავშვებთან და სავარაუდოდ ესე იქნება უმრავლესობა ქართველი. თუ იყიდა ვინმე თითო ადამიანმა ეს ბინა, ისე სავარაუდოდ რომ ისევ გააქირავოს ვინმე არაბზე ან უცხოელზე და ამიტომ ძალიან აი შეიძლება 10%-იც არ იყოს მან ქართველი დასახლებაში დიდი ალბათობით. აი საინტერესო არის ერთი შეხედვით ძალიან კარგად ჟღერს, პერსპექტიულად ჟღერს ელიტარული ქალაქი ქალაქში და მის ირგვლივ ინფრასტრუქტურაც რა თქმა უნდა უფრო დაფასებული იქნება და შეიძლება ვიფიქროთ ამ მხრივ, რომ გარდა იმისა, რომ იქ ელიტარული ქალაქი შენდება და თუნდაც იყოს უცხოელობისთვის გათვლილი, მის ირგვლივაც ხომ ცხოვრობს ხალხი, ნუ აგეთ რუსთავი, თბილისი. იქნება თუ არა თქვენი აზრით უფრო მეტად მომგებიანი გარშემომყოფებისთვის, ან იმ ხალხისთვის, ვისაც იქ აქვთ შეიძლება პატარა ბიზნესი, ბინა, ან ასე შემდეგ. დიახ, ნახეთ. ჯერ ერთადერთი ქალაქში თუ კი რამე მომწონებიოდეს, მე ერთადერთი არის ალბათ ვატიკანი რომში, სხვაგან აი ქალაქი რაღაცა კარგი კუთხით არ მახსენდება. ნუ ესეთ რაღაცას გულისხმობთ, ან ჩვენთან მით უმეტეს. რაც შეეხება, დიახ, კი, მომგებიანია, რუსთავზე რა გითხრათ, მაგრამ ახლო მდებარე უბნებს გულისხმობ, პირდაპირ გვერდით უბნებს, რომლის მოსახლეობის მოკლედ მფლობელი ვინც იქნება ეს მიწის ნაკვეთი იქნება თუ კორპუსი, ალბათ 30-40% სავარაუდოდ გაიზრდება. და რა თქმა უნდა მოუნდება გაყიდვის სურვილიც გაჩნდება, მაგრამ ამას ისევ და ისევ სავარაუდოდ დიდი ალბათობით შეიძენს იქ მცხოვრები უცხოელი ისევ, ან იგივე კომპანია, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება, თუ ესეთი 70%-იანი მოგება მიაქვს სახელმწიფოსგან, რა თქმა უნდა, ეცდება დანარჩენებიც შეიძინოს, უფრო პატარ-პატარა მოშენებებით გაზარდოს და შეიძლება ნახევარი თბილისი დაიკავოს. ამ ლოგიკით ესე რომ იყვეთ, კი, გაძვირდება, რამდენიმე ათეული ქართველი იხეირებს სამწუხაროდ არაბების სასარგებლოდ
და მოყვება ისე დემოგრაფიული პრობლემა, იმიტომ რომ კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი ჩამოსახლება იქნება შესაბამისად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამხელა ქალაქი, როდესაც იქმნება და ფაქტობრივად ეს თუნდაც ჩაფიქრებული პატარა ჩაყლაპავს მთლიან ქალაქს, შეიძლება ორი ქალაქით ჩაყლაპოს და მასშტაბები უკვე განუსაზღვრელია სადამდე გაწუდება. საჭირო იქნება, ვიცით რომ რელიგიურად განსხვავებული ხალხია, საჭირო იქნება მათი სალოცავების შექმნა, საჭირო იქნება სკოლების, ბაღების შექმნა, შესაბამისად მათი კულტურა უკვე გადმოდის ჩვენს კულტურაში და აქ უკვე საჭირო არის რომელი უფრო გადაძლევს ისლამური კულტურა თუ ქრისტიანული კულტურა. ამ ხრივ ვიცი რომ არ გაუკეთებია კონკრეტული განცხადება გარდა ცალკეული სასულიერო პირებისა საპატრიარქოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა აუცილებელი ამაზე აქცენტის გაკეთება, რომ აი ამ ხრივ შეექმნება თუ არა საფრთხე ქრისტიანულ სარწმუნოებას, აირება თუ არა ორი კულტურა ერთმანეთში. შეიძლება გადავხედოთ აქ ისტორიასაც, რომ მქონდა მსგავსი შემთხვევები და ვიცით, რომ ეს არ იყო მარტივი ქართველი ერისთვის, მაშინ მართველიც კი ესე რომ ვთქვათ უპირისპირდებოდა ამას და ასე თუ ისე იცავდა ჩვენ სარწმუნოებას. ახლა უკვე უფრო მეტად მიმართული ვართ ეკონომიკის ზრდისთვის, ვისი ეკონომიკის ზრდისთვის, ამას ჯერჯერობით ვერ ვარკვევთ გასაიდუმლოებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მაგრამ ცალკე როგორც დამოუკიდებელი ინსტანცია არის საპატრიარქო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ტიპის განცხადება იქნება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და იმოქმედებს თუ არა ხელშეკრულების დეტალების გამჟღავნებაზე ან საერთოდ სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას შეცვლის თუ არა საპატრიარქოს განცხადება? ნახეთ აქ როგორ არის საქმე მისული მოკლედ რელიგიური თვალსაზრისით. ჯერ სანამ რელიგიაზე გეტყვით, ნახეთ, როცა თქვენ რო ახსენეთ, რომ სკოლები დაჭირდებათ, ბაღები დაჭირდებათ, რა თქმა უნდა, კვებაზე გაჩნდება ბაზარზე მეტი მოთხოვნა, ხო, თუ დაუშვათ რაღაც რაოდენობის პური ყოფნის დღეს ქვეყანას, ეს გაიზრდება რაღაც რაოდენობით უფრო, რაც გამოიწვევს თავისთავად პროდუქტების გაწვირებას, თავისთავად მოთხოვნა რაზეც გაჩნდება მათ მიერ ბაზარზე მოთხოვნა როცა ჩნდება, თავისთავად იწევს ფასი, მაგრამ შესაბამისად ვიცით ჩვენთან რომ ხელფასები ვერ ეწევა ზრდაში, რომელიც დამატებით კიდე პრობლემებს უქმნის ქვეყანას. რაც შეეხება რელიგიას, ჩვენ მთელი ისტორია, საქართველოს ისტორია აგებულია და მოდის, ვიცით, ქრისტიანული და მუსულმანური ბრძოლები ვარ ძირითადად. მაგრამ არის ისტორიაში შემთხვევებიც, როცა თანაცხოვრებაშიც ერთად ვიყავით. მაგალითად დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც თბილისი დაიბრუნა, ალბათ ეგრეც ხდებოდა, რომ უცებ განდევნიდი ბოლომდე ვერ მოსპოვდი, იმიტომ რომ 400 წლის მანძილზე გამჯდარი იყო ეს რელიგია. შეღავათების გიძა უწესა მაშინ მუსულმანებს, მუსულმანები სამ ოქროს იხდიდნენ, ესე ვთქვათ, ებრაელები 4-ს და ჩვენ ქართველები და ქრისტიანები 5, ყველაზე მეტი მაღალი გადასახადი ჩვენ დაგვიტოვა. მაგრამ ხდებოდა სწორი პოლიტიკით ამის განეიტრალება, კონფლიქტები არ ხდებოდა რეალურად გამომდინარე, რადგანაც უფლებები იყო ყველასი დაცული. დღეს, როდესაც რა თქმა უნდა მოითხოვენ და დაჭირდებათ და ნებართვასაც მისცემენ, სავარაუდოდ ეგეც ეწერება, რომ მეჩეთიც უნდა ააშენონ ამხელა დასახლებაში, შეიძლება ერთი მეჩეთიც დასჭირდეთ, ანუ ორი ხომ. ეს გამოიწვევს ხალხის გაღიზიანებას. არადა ჩვენ ოფიციალურად არ ვართ საქართველოს ჩვენ ვართ საქართველოს რესპუბლიკა, ჩემთვის ეგრეა რა თქმა უნდა, და არ ვართ ჩვენ ქრისტიანული სახელმწიფო ოფიციალურად, ჩვენ ქრისტიანული სტატუსი არ აქვს. როგორც თურქეთსაც არ გააჩნიათ, თურქეთიც არ არის მუსულმანური ქვეყანა დაუშვათ, ხო? იქაც უნდა იყოს დაცული. უბრალოდ თურქეთში მუსულმანურ თავიანთ წესებს ისე იცავენ, იქ რაღაც დღეებში და რაღაც ქუჩებში, სადაც ალკოჰოლიც კი არ იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სეკულარული სახელმწიფოა თურქეთი. საქართველოს რადგანაც ოფიციალურად არ არის ქრისტიანული ქვეყანაც, მუსულმანების უფლებებიც უნდა იყოს დაცული.
იმიტომ რომ ჩვენ ქართველი მუსულმანებიც ყავს აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში არიან ჩვენთან და თანაცხოვრებაში ვართ იდეალურად უბრალოდ აქ უფრო გამოიწვევს როგორც იცით გამაღიზიანებლად ეს არის ის მაინც ქართველია ჩვენი და ერთმანეთს მარტივად უგებთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი შეხედულებები ერთნაირია განსხვავებით არაბებისგან აქ უფრო კულტურული დაპირისპირება გვექნება დაუშვათ და რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიცია ძალიან გაუგებარია ბოლო პერიოდში ბევრ საკითხთან მიმართებაში და ამიტომ არც რეაგირება რო ამაზე არ აქვს არც ეგ არ მიგვერს იმიტომ რომ საპატრიარქო საერთოდ სხვა პრობლემებშია თავისთვის გადართული და არც მე მგონი სახელმწიფოსგან იღებს უფლებებს რომ განაცხადოს თუ არა და რა თქმა უნდა ამ ეტაპზე შეზღუდული აქვს სავარაუდოდ საუბარი ანტიარაბულ თემაზე. აქ ცოტა ყურადსაღები არის ის რომ ის ტერიტორია კრწანისის ტერიტორია ეკუთვნოდა საპატრიარქოს და გადასცა სახელმწიფოს ფაქტობრივად უცნაურად ემთხოვა ეს ყველაფერი ერთმანეთს გადასცემს სახელმწიფოს და სახელმწიფო მაშინვე აკეთებს ინვესტიცია დავარქვათ რადგან თვითონვე ამას არ ქვავენ ინვესტიციას რომ გაურკვეველი ტიპის ხელშეკრულებას დებს ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებულ ერთან მესმის რომ ასე რომ ვთქვათ მარტივად ვიღებდით რომ რუსები შემოსახლებას ჩვენები არიან ერთი სარწმუნოება გვაქვს ერთნაირი ხალხი ვართ ვივიწყებდით ისტორიას და რაღაც რაოდენობა ადამიანის მართლა თვალს ხუჭავთ ამასთან დაკავშირებით რომ მაინც ქრისტიანული სახელმწიფო მაგრამ აქ უკვე არაბების თემა აჩენს ასევე ქალაქის თუნდაც თბილისის ინფრასტრუქტურის რაღაც დეგრადაციის საფრთხესაც რადგან მათი შენობები აბსოლუტურად განსხვავებული არის ვიდრე ჩვენი კულტურა არის შესაბამისად არის იმისი რისკიც რომ თბილისმა დაკარგოს ისტორიული ქალაქის სახე თუ კი ჩასახლებიან როგორც ახსენეთ ნახევარი თბილისიც კი შეიძლება რომ ჩაყლაპოს და შეიძლება სრულადაც აშენდეს მეჩეთები, აშენდეს მათი სახლები, თქვა როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენელი, კარგად ერკვევით, როგორი განსხვავებული არქიტექტურა გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ჩვენი ისტორიის დამახინჯების საფრთხეც კი. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? არის თუ არა ეს საფრთხე ზოგადად შეიძლება გადაჭარბებულია? არა მგონია ეგ რომ საფრთხე იყოს, საფრთხე უფრო სხვა რაღაცებია. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული და თითქოს რაღაცა გვესმის, მაინც ჩემთვის ნომერ პირველ უდიდეს მტრად რჩება რუსეთი. ვერ გადამიწონეს ჯერჯერობით ვერც არაბული დასახლება რუსების მიმართ დამოკიდებულებას და ჩვენს ბოლო საუკუნეებს მოგულად ისტორიას. რაც შეეხება არაბული ესე ვთქვათ დიზაინი იყო იქ ხო რაღაც ახსნები თუ მათი მშენებლობა ეს არ იქნება ეს არაბული დასახლება იქნება თანამედროვე სტილის ფეშენები ესე ვთქვათ корпусები ეს არ იქნება რომ შეხედო რომ იმე არაბულია და რაღაც არა ფიზიკურად არ იქნება პრობლემა თვითონ არაბების ჩამოსახლება უცხოტომელების ათასობით ადამიანის ჩამოსახლება რეალურად პრობლემა თორემ ეს თვითონ შენობა ჩვენი არქიტექტურაც ისეთია რომ ძალიან აზიურ ევროპულ და აზიური ნაჯვარია ძველი თბილისიც იქ და ძალიან საინტერესოც არის და ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა რომ რაღაც არაბული გავლენაც იყოს ქალაქზე ეგ არა პირიქით აი მე ჩემთვის არის უბრალოდ აი თანაცხოვრება უცხო კულტურასთან. აი ეს იქნება ყველაზე დიდი ხელისშემშლება. იქ ვერ ხედავ რეალურ პრობლემებს. საინტერესო არის ასევე აი ეკოლოგიურ გარემოს როგორ შეგვიცვლის. ნუ ვიცით რომ თბილისი არის საკმაოდ დატვირთული ქალაქი. ნუ დამატებით ის რომ იქ რაღაც მწვანე საფარი ფაქტობრივად ჩვენი ფილტვები არის, რადგან ბეტონის ჯუნგლებში ცხოვრობთ, განადგურდება და ესეც მოგვაკლდება. შემცვლელი ფაქტობრივად ჯერჯერობით არ არსებობს და ალბათ რამდენიმე ათეული წელი კიდევ არ იარსებობს, როგორ უნდა მივიღოთ ჟანგბადი. ეს ერთი თემა და მეორე როგორ გაუძლებს დაუშვათ ქალაქის დაგეგმარება. იგივე საცობები, ნუ სჭირდება იმ ხალხს რა თქმა უნდა გადაადგილება, ვერ გამოვკეტავთ პატარა ქალაქში, ხო? სადაც თვითონ შექმნია. სჭირდებათ გადაადგილება, ასევე გჭირდება აი საკანალიზაციო მინიმუმ საკანალიზაციო გაყვანილობა, რომელიც თბილისშიც კი არ გვაქვს, პლუს რომ დაგვემატება
ხდება, ეხლა წარმოგვიდგენია, როგორი მდგომარეობა გვექნება. ხელშეკრულებაში ალბათ ესეც უნდა იყოს ჩადებული. შესაძლოა არც არის ამაზე ნაფიქრი და რაღაც სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებას უფრო მეტად გავს, იმიტომ რომ რაღაც უცებ შემოიტანეს ეს გადაწყვეტილება. ან მეორე უკიდურესობა კიდევ მანამ მქონდათ ნაფიქრი, მანამ მქონდათ ეს ყველაფერი გავლილი და რაღაც საუკეთესო დრო შეგვირჩიეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო გადატანითი მნიშვნელობით, რადგან ასე რომ ვთქვათ, ჩვენ აღარ გვცალია ამ ყველაფერზე საფიქრებლად, რადგან ერთი წელია პროტესტში ვართ ჩართული, ცალკე ვაპროტესტებთ მოძალადე ხელისუფლებას, რუსიფიკაციას, ვაპროტესტებთ კანონების თავზე დამხობას და აქ შემოგვიტანეს რაღაც ახალი საფიქრარი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ქალაქი როგორ გაუძლებს ამას, დაუშვათ გადაწყდა, დაიწყო მშენებლობა და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? პირველ რიგში ხელს უწყობს თვითონ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რო არ მინელდეს აქციები სავარაუდოდ ახალი პროდუქტი შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში, რომ აი არ ჩაფესა გავღვივდეს. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, თორე ნახეთ რა არის, რას გამოიწვევს. პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოიწვევს საშინელ გადატვირთვას ქალაქის. Იმიტომ რომ ის დამატებითი მანქანები, ტრანსპორტი რაც მათ სჭირდებათ, აუცილებლად ეყოლებათ კიდეც და ამისთვის ახალი გზები არ გაიჭრება და დამატებითი ტრასები იგრე თქვათ, ქალაქს არ შეემატება. ძალიან გადაიტვირთება, რა თქმა უნდა თბილისის ის მხარე განსაკუთრებით საცობის ქვეშ იქნება, რომელიც დაბინძურებას ახლა მანქანების გამონაბოლქვით, რომ ისედაც პრობლემურია, ყველა მიცით, მაგრამ აქ არის ზუსტად ეგ არის რა კონტრაქტი, რატო გვინდა, რომ იქ იყოს ჩადებული, რომ ამხელა ტერიტორიაზე თუ რაღაცას ბეტონის დიდ კონსტრუქციებს ვაშენებ, რამდენიმე ჰექტარზე უნდა გაშენდეს ტყე, რაც უნდა იყოს და არ ვიცით, მართლა არ ვიცით და ეგ არის ყველაზე საინტერესო. აქ არ არის პრინციპი, რომ რატო და ხელშეკრულება არ გინდა, არა, იქნებ საინტერესო, იქნებ მონგებიანია, იქნებ გამოსავალი შეიძლება რაღაც მოიძენოს და ეს რა არ ვიცით, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემური რა. რა თქმა უნდა შეიქმნება ნებისმიერ მშენებლობას თუ გინდა ჩვენ ავაშენოთ ქართველებმა და ქართული დასახლება იყოს, თუ გამწვანება რაღაცა გზების, ახალი გზების გაყვანა, დამატებითი პარკინგების აშენება არ მოხდა, რა თქმა უნდა, ისედაც გამოიწვევს, ისედაც გადატვირთული ქუჩების უფრო გადატვირთვას და რა თქმა უნდა, ესეც პრობლემატურია. რაც ამ პროექტს შეიძლება დამატებითი დივიდენდები მოგიტანოს პლუსები, 5-ჯერ მეტ მინუსებს ხედავთ ჯერჯერობით ისევ და ისევ გასაიდუმლოების გამო. დასაწყისში ვისაუბრეთ, რომ თქვენ როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე დაწყებული იქნება მშენებლობა ან დასრულებული იქნება, როდესაც კანონი დაუბრუნდება კანონიერ ხელისუფლებას, ამ ყველაფერს გააუქმებთ. როგორც წარმოგიდგენიათ ამის შემდეგ, აი თუნდაც ინვესტორის დამოკიდებულება, თუნდაც ორი ქვეყნის დამოკიდებულება ერთმანეთთან, აი რა უნდა იყოს ჩადებული ამ პროექტში ისეთი, რომ ამისი საშუალება მოგწეს. მე მისმის, რომ ეს არის აბსოლუტურად კეთილი განზრახვა, მაგრამ არის თუ არა რეალურად ამისი შესაძლებლობა მიუხედავად სურვილისა. იქნება თუ არა ჩადებული პროექტში ისეთი პუნქტი, რომელთაც შეიძლება ინვესტორს თვითნებურად შეგიცვალოს აი ეს ხელშეკრულება და გვექნება თუ არა გაუქმების შესაძლებლობა. ნახეთ მანდ როგორ არის 1992 წლის 13 მარტის დადგენილებით მსოფლიოს ქვეყნები გაფრთხილებულია, რომ მოხდა პუტჩი და ხელშეკრულება არ დადონ არაკანონიერ ხელისუფლებებთან. დღეს, როდესაც კანონიერი ხელისუფლება აღდგა, მას სრული უფლება აქვს ეს გაფრთხილებაც გამოიყენოს. უკვე ისედაც გაფრთხილებული ყავს საელჩო, ერთხელ კიდე მეორედ გავაფრთხილებთ, ყოველგვარი გადახედვის გარეშე ანულირდება დადებული ხელშეკრულება და კომპანია წავა ზარალში. ეს არ გამოიწვევს სხვა ინვესტორებთან რაღაცა გაუგებრობის მომენტები არ დადგება უბრალოდ იმიტომ რომ არაკანონიერთან დადებული ხელშეკრულება ყოველთვის იქნება ნებისმიერ მაინცის ეჭვ ქვეშ, საშიშროების ქვეშ. არაბული კომპანია ვერ დაიწყებს მშენებლობას, იმიტომ რომ თუ დაიწყებს უფრო დიდ საპროტესტო აქციებს მიიღებს, არ მშენებლობის უფლებას არ მისცემს ქართველი ხალხი
და მაინც დარჩებიან ზარალში, ასე რომ ჯობია გაითვალისწინონ, გაასაჯაროონ, თუ რამეა შესატანი პუნქტები შევცვალოთ და შეიძლება ხო ჩვენ მოგთხრდებით რა თქმა უნდა ინვესტორებს, მაგრამ არა ესეთი სახით. ძალიან დიდი მადლობა დავით. საკმაოდ ინფორმაციული იყო ჩვენი საუბარი და მე მინდა ბოლოსთვის ვთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა სამწუხაროდ არ არის ინფორმირებული, რომ ჩვენ გვაქვს ეს შანსი, რომ გამოვიყენოთ ჩვენი კანონიერი უფლება, აღდგეს კანონიერი ხელისუფლება უკვე ხალხის მხარდაჭერით და მივიღოთ შედეგი, რისთვისაც ვიბრძვით ბოლო 1 წლის განმავლობაში, დანარჩენი რამდენიმე ათეული წელი, 35 წელია და ეს არის ჩვენი უნიკალური შანსი ნამდვილად, რომ მივიღოთ ყველაფერი ის ერთადერთი გვჭირდება მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულება და მხარდაჭერა და მათ შორის ეს საჩოთირო ხელშეკრულებაც კი გახდეს ჩვენთვის ქართველი ხალხისთვის რეალურად მომგებიანი. ძალიან დიდი მადლობა დავით. მადლობა თქვენ და ბოლოს თუ შეიძლება რომ ბოლო იმით დავასრულოთ, რომ ამიტომაც საჭიროა სრულიად საქართველოს ქართველების გაერთიანება, ერთი იდეის გარშემო და 9 აპრილს ჩანიშნა კანონიერმა ხელისუფლებამ არჩევნები. ყველა პოლიტიკური პარტია თუ მოძრაობა უნდა გაერთიანდეს, შემოუერთდეს და ამით დაადგება ქვეყანა სწორ და სამართლებრივ გზას. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. ნახვამდის. ნახვამდის.